მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. Სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. რატომ მავნებლობ? ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი გაღიზიანდა ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე გამარტივებული შესყიდვების შესახებ. დღეს საკრებულოს ხდომაზე დეპუტატებმა 2024 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების მიმოხილვა მოისმინეს. ჩვენი შეკითხვა გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულების რაოდენობას და სავარაუდო კორუფციულ რისკებს ეხებოდა, რამაც მერი გააღიზიანა. მე მინდა ურისკეთქით გთხოვო და გკითხო თუ გითხრა. არ ვიცი, რატომ მავნებლობ? აი მართლა მინდა ეს კითხვა დაგისვა, იმიტომ რომ თუ არა მავნებლობა, ეს კითხვები, განსაკუთრებით შენი ბოლო პერიოდის კითხვები, მე სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ. მე გეტყვი იმას, რომ ვიცით რომ ხართ მხარე, მუდმივად ცდილობ დისკრედიტაციას და ზოგადად არ გირჩევ იმ მხარეს დგომას, რომელ მხარესაც აი ეს ფსევდოლიბერალები, კომუნისტები ყოველ ცდილობენ რომ ააშენონ სოციალიზმი, მაგრამ ვერაფერი ვერ გამოსდით და ყოველთვის მე გეტყვი იმას, რომ ისტორიის პერიოდზე ყოველთვის კომუნისტებიც, ფსევდოლიბერალებიც აუცილებლად პოლიტიკურ ნარჩენების შეკრებ ადგილზე ხვდებიან ხოლმე და ამიტომ ვთხოვ რომ სწორ ადგილზე დადგე. ჩვენი საქმიანობის კრიტიკის მიუხედავად მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა ჩვენს კითხვას უპასუხა და სხვაობების მიზეზები განმარტა. ვნახოთ ვიდეო. დაახლოებით როგორც მახსოვს 2 მილიონამდე ლარი არის გამარტივებული შესყიდვებით და ეს არის ისეთი მცირე ფასიან პროექტებზე საუბარი, რომელიც შეიძლება იყოს საერთო ჯამში მუნიციპალიტეტთან შეიცინოს წლის განმავლობაში 10,000 ლარამდე აი მაგ ტიპის პროექტებზე, რომელიც შეიძლება სულ 3,000 ლარს ან 2,000 ლარის პროდუქტი ან რაღაც მსგავსი შევიწოდოთ და აქ არ არის საუბარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ინფრასტრუქტურული პროექტები მხოლოდ და მხოლოდ აქ არის საუბარი სოფლის ხელდაჭერის პროგრამაზე, რომელსაც ახორციელებს მუნიციპალიტეტი და ეს პირდაპირ გვაქვს ჩვენ ამის უფლებამოსილება, რომ ესე გამახორციელოთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე მცირე რაოდენობის გარდა ყველა პროექტი იყო გატანილი ტენდერზე. გარე განათებები და ძალიან ბევრი მიმართულებები იყო ტენდერით გატანილი. არის რომ მაგალითად ჩვენ შარშან 23 წელს რამდენჯერმე ვცადეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული სოფლის ხელდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები, რაც იყო გავაერთიანეთ რამდენიმე პროექტი, ზონების მიხედვით გავაერთიანეთ, შემდეგ დავშალეთ და სათითაოდ გამოვიტანეთ, მაგრამ ტენდერები არ შედგა და მე ჩვენ გამახორციელეთ პირდაპირი წესით, გადავიცით მშენებლობები და ხელშეკრულებები გავაფორმეთ პირდაპირი წესით. და რა თქმა უნდა, ესეც არ არის ის, რომ აქ რომელიმე კომპანიას ამშენებელს ვირჩევთ ჩვენ. შემოდის მოქალაქეებიდან და მშენებლებიდან განცხადებები, ვის რომ 50,000 ლარს ქვემოთ პროექტები არ ჭირდება გამოცდილება და ეს არის მცირე, იმიტომ შეიძლება შეიკლას სოფელში რამდენიმე ადამიანი გააკეთონ ეგრეთწოდებული IP ამ მსგავსი ტიპის ორგანიზაცია შექმნან და თვითონ სოფელმა განახორციელოს, სოფლის ინტერესი არის სოფლის ხელდაჭერის პროგრამა და თვითონ განახორციელონ ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტი. როდესაც შემოდის განცხადებები, რომ აქვს სურვილი ამა თუ იმ პიროვნებას თუ ორგანიზაციას იურიდიულ პირს ჩაერთოს სოფლის ხელდაჭერის პროგრამაში, იქ არის მითითებული ტელეფონის ნომერი, მეილი და ყველა ინფორმაცია. ხდება გაგზავნა ინფორმაციის ამ პროექტის ღირებულების, უბრალოდ პროექტის გაგზავნა ხდება. ესა თუ ის კომპანიები აკეთებენ მე შემდგომში უკვე ხარჯ-დაღწევას წარმოადგენენ თუ ვინ რა ფასში გააკეთებს ამა თუ იმ პროექტს და ვინც ყველას დაბალ ფასში მოგთავაზებს, მასთან ხდება შემდგომ უკვე ხელშეკრულების გაფორმება. ანუ ეს არ არის ის პროცესი, ეს არის გამარტივებული პროცესი. აქ არის საუბარი 30,000 ლარზე, 20,000 ლარზე, შეიძლება 10,000 ლარზე იყოს საუბარი და ამ ღირებულების სამუშაოების შეძენაზე, ამ მსგავსი მიმართულებაზე
ტენდერის გამოცხადება სწორედ იმიტომ არის, რომ არის რთული პროცესის გარდა დაინტერესება არის ხოლმე ძალიან მცირე და სწორედ ამიტომ მცირე მეწარმეებს, ვისაც აქვს დაბალი, სამუშაოების ბრუნვები, ის ადამიანები ინტერესდებიან და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩართახდება უკვე ამა თუ იმ პროექტის განხორციელებაში. მერის მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განმარტა, რომ გასული წლის განმავლობაში ელექტრონული შესყიდვებით 20 მილიონამდე ღირებულების 101 ხელშეკრულება გააფორმეს. გამარტივებული შესყიდვებით 3 მილიონამდე ღირებულების 250-მდე ხელშეკრულება, კონსოლიდირებული შესყიდვებით კი 28 ხელშეკრულება, ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების. საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ელექტრონული ტენდერის მეშვეობით გახდა 100 ხელშეკრულება საერთო ღირებულებით 19.26.000 გამართლებული შესყიდვის მეშვეობით გაფორმებული იყო 256 ხელშეკრულება, ღირებულებით 2.933.000 კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო 28 შემთხვევაში საერთო ღირებულებით 1.076.000. ჯამში 375 ხელშეკრულება იქნა დაგებული მუნიციპალიტეტის მიერ. Შეკითხვები გვაქვს, გავლენილი. ამაზე დავუყურებთ. უწყვეტი საპროტესტო აქციის 44 დღეს ახალციხეში კვლავ შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ შეიკრიბნენ. სინდისის ყველა პატიმრის განთავისუფლების და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ეხლა კი ტრადიციულად გიტოვებთ ამბებს ოკეანის მიღმა. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV.gi და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე. Colonel, thank you so much for your time and for this interview. As you know, პოლკოვნიკო, დიდი მადლობა თქვენი დროისა და ამ ინტერვიუსთვის. როგორც იცით, სოხუმის აეროპორტმა, რომელიც თითქმის 30 წლის განმავლობაში უმოქმედო იყო, 7 თებერვალს სატესტო ფრენა მიიღო მოსკოვიდან. რუსი ოფიციალური პირების თქმით, აეროპორტი 1 მაისს გაიხსნება, რადგან სურთ საზაფხულო სეზონი ასე დაიწყონ. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტეს კრემლში აეროპორტის გახსნა, რომელიც აქამდე უმოქმედო იყო და თვლით თუ არა, რომ დამთხოვაა, რომ ამას უკრაინაში ომის ფონზე აკეთებენ? why Kremlin remembered this inactive airport? Well, I think the Kremlin ფიქრობ დიდი ხანია რაც კრემლს ამ აეროპორტის თავიდან ამუშავება სურდა, მაგრამ რამდენიმე წინააღმდეგობას აწყდებოდა. ერთ-ერთი ისაა, რომ როგორც თქვენ თქვით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ აეროპორტი 30 წელზე მეტი ხნის წინ დახურა. ასე რომ საერთაშორისო ფრენების იქ კანონიერად განხორციელება შეუძლებელია. ეს არის იმის გამოხატულება, როგორ უყურებს რუსეთი აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, დნესტრისპირეთს, როგორც უბრალო ინსტრუმენტს, იარაღს, რომელსაც საკუთარი მტრების წინააღმდეგ იყენებს. იქნება ეს მოლდოველი ხალხი და მოლდოვის მთავრობა თუ ქართველი ხალხი. რუსეთს აეროპორტის თავიდან გახსნა რამდენიმე მიზეზის გამო სურს. ერთ-ერთი ტურისტული სეზონია. რუსი ტურისტების რაოდენობა ზაფხულში იზრდება და ეს მათთვის მნიშვნელოვანია. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებშია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთგვარი დე-ფაქტო პოლიტიკა, რომელიც ცდილობს რუსეთის არ გაღიზიანებას უკრაინაში ომის ფონზე, ჩიხშია და მას არსად მივყავართ. კრემლისგან გადადგმული ასეთი ნაბიჯები სწორედ იმას აჩვენებს, რომ ამ პოლიტიკას არსად მივყავართ. ეს აჩვენებს, რომ რაც უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ კრემლში მყოფების სასიამოვნოდ, თუ მათი არ გაღიზიანებისთვის, რუსეთი მაინც ყოველთვის იმას გააკეთებს, რაც რუსეთს სურს. მოსწონს ეს საქართველოს მთავრობას თუ არა. happy or appease official Moscow, Russia's going to do what's in Russia's interest, whether or not the Georgian government likes it. Airport is called international. სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო ჰქვია, თუმცა როგორც თქვენ თქვით, ICAO სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია მას არ ცნობს, ვინაიდან ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. თავის დროზე ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ორგანიზაციას საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისგან ჰქონდა. თუმცა ახლა მომხდარზე არაფერი კოსმის ახლანდელი მთავრობისგან. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე? Right now, we don't hear anything from Georgian government. No comments, no official statements about it. Why do you think so?
Well, because I think, as I said, it shows. როგორც ვთქვი, ეს აჩვენებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გაუფასურებას, რომელიც ცდილობს კრემლთან საქმის გამოსწორებას და ოფიციალური მოსკოვის დამშვიდებას. ეს სამარცხვინოა. რუსეთსა და აფხაზეთს შორის მხოლოდ ერთია ნამდვილი ქვეყანა. რუსეთს გულისხმობ და სწორედ რუსეთი უწევს იგნორირებას საერთაშორისო კანონმდებლობას. იმ ფაქტს, რომ თითქმის არც ერთი ქვეყანა არ მიიჩნევს აფხაზეთის თავზე საჰაერო სივრცეს რუსეთის ან აფხაზეთის საჰაერო სივრცედ. ლეგალურად ის საქართველოს საჰაერო სივრცეა. ასე რომ ის ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან ამის იგნორირება ხდება, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აეროპორტის გახსნისთვის და საქართველოს საჰაერო სივრცის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისთვის ემზადება, თბილისის ხელისუფლების სირცხვილია. მათი დუმილი ვფიქრობ იმის მანიშნებელია, რომ მათ სურთ ეს ამბავი უბრალოდ მიიჩქმალოს და საერთოდ არ მოუწიოთ კომენტარის გაკეთება. Of the fact that they would like to see this story just go away and not have to comment on it at all. Jamal Gamagharia, who is the chairman of the Abkhazian Supreme Council in exile. ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ მისი აზრით ეს იქნება სრულად რუსული აეროპორტი, სადაც აფხაზებს არც კი შეუშვებენ. მისივე აზრით რუსეთი მის სამხედრო ავიაბაზად გამოყენებასაც აპირებს. თვლით თუ არა, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზანი და თუ ასეა, მაშინ რა სამხედრო გამოწვევებზე თუ საფრთხეებზე შეიძლება ვისაუბროთ ზოგადად და საქართველოსთან მიმართებაშიც. Yeah, certainly there's potential. ნამდვილად არსებობს იმის პოტენციალი, რომ თუ აეროპორტს სრულად აღადგენენ, მან სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავები მიიღოს, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო. რუსებს შეუძლიათ საწყობებით სააშენონ იქ სამხედრო თვითმფრინავებისთვის, იარაღისთვის და მსგავსი ნივთებისთვის. ის ადვილად გამოდგება სამხედრო აეროდრომად. ისევ და ისევ შეესაბამება იმას, რასაც რუსები აკეთებენ ოჩამშირეში საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით. მათ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაკარგეს ტერიტორიები მნიშვნელოვანი საჰაერო და საზღვაო ბაზებისთვის. მათ არსებითად დაკარგეს შავი ზღვის დასავლეთი. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი იქ ვეღარ ფუნქციონირებს, რადგან უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაძირეს ან მძიმედ დააზიანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 25-დან 30%-მდე. ყირიმშიც უპასუხოდ ოპერირება აღარ შეუძლიათ, რადგან უკრაინას შეუძლია და წვდება კიდეც ყირიმს და უტევს მას. ასე რომ ეს ტერიტორიები მათთვის დაკარგულია. გარდა ამისა, რუსეთი ბაზების დაკარგვის პროცესშია სირიასა და ტარტუსში. როგორც მინიმუმ, ოპერაციებს იქ ძალიან შეამცირებენ. ასე რომ რუსეთი ჯარი ეძებს ახალ ადგილებს ოპერირებისთვის როგორც საჰაერო, ისე საზღვაო მიმართულებით და შესაბამისად როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ბაზებს. ვიმეორებ, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, როგორ უყურებს რუსეთი აფხაზეთს. ის მისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია და თავად სხვა ღირებულება არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რას ამბობს რუსეთი, ის აფხაზეთის სუვერენიტეტით თუ დამოუკიდებლობით დაინტერესებული არ არის. ის აფხაზეთს მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის და შესაძლებლობების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტის თუ მისი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის შელახვისთვის იყენებს. თუმცა ამას ქართული ოცნების მთავრობაც მშვენივრად ახერხებს. მოსკოვისგან დახმარება არ სჭირდება, მაგრამ ნებისმიერ დროს, როდესაც რუსეთს შეეძლება, რომ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობა დააზიანოს, ასეც მოიქცევა. You keep mentioning Ochamchi report, which, as I understand, is one. თქვენ ოჩამჩირის პორტს ახსენებთ, რომელიც შესაძლოა რუსეთის ფლოტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი გახდეს. როგორც ვიცი, მისი გაღრმავების შემდეგ ახლა ამ პორტს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნებისმიერი გემის მიღება შეუძლია. ხედავთ თუ არა ოჩამჩირის პორტისა და სოხუმში აეროპორტის გახსნას შორის კავშირს და უსაფრთხოების რა გამოწვევებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. We're talking about here. So, სპეციფიკური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, სადამდე მოხდა ოჩამშირის პორტის გაღრმავება არ მაქვს. შესაბამისად ვერ გეტყვით ზუსტად რა ტიპის საბრძოლო ხომალდების მიღება შეუძლია მას. მაგრამ კრემლმა ოჩამშირეში ბაზის გახსნაზე განცხადება გააკეთა. ამიტომ სრულიად ლოგიკურია იმის თქმა, რომ ისინი ყველაფერს ისე გააკეთებენ, რომ მან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნებისმიერი ხომალდი მიიღოს. საუბარია კრეისერებსა და ფრეგატებზე, საშუალო ზომის ტიპის გემებზე. რა თქმა უნდა, საუბარი არაა ავიამზიდზე. რუსეთს ასეთი მხოლოდ ერთი ყავს და ის შავ ზღვაში ნამდვილად ვერ მოხვდება. თუმცა სხვა დანარჩენი, რაც რუსეთს შავი ზღვის ფლოტში ყავს, გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ ოჩამშირეში შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება სამხედრო საფრთხეებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სოხუმის აეროპორტით შეიძლება რომ სამხედრო მიმართულებით გამოიყენონ, მაშინ სამხედრო საფრთხე, რაზეც ვსაუბრობთ, ისაა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ბაზა, საიდანაც რუსეთს შეიძლება უკრაინაზე თავდასხმა განახორციელოს. ეს აუცილებლად და გადაუდებლად სამხედრო საფრთხეს არ უქმნის საქართველოს, თუმცა რა თქმა უნდა ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ახლა რუსეთს არ აქვს არანაირი სამხედრო მიზეზი საქართველოზე თავდასხმისთვის. ის სამხედრო ჩარევის გარეშე უკვე იღებს ყველაფერს, რაც საქართველოსგან სურს. ის იღებს მთავრობას, რომელიც საქართველოს აშორებს ნატოსგან, ევროკავშირისა და დასავლეთ
დასავლეთისგან და მოსკოვის ბანაკში პოზიციონირებს. ვფიქრობ, მთავარი სამხედრო დანიშნულება, როგორც ოჩამშირის ბაზის, ისე სოხუმში აეროპორტის სავარაუდო ორმაგად სამხედრო და სამოქალაქოდ გამოყენებისას, რუსეთს აძლევს დამატებით პლატფორმას შავ ზღვასა და მის თავზე სამხედრო ოპერაციების განხორციელებისთვის. Invent qrupu Gürcüstan bazarında 23 ildir fəaliyyət göstərir. Onun fəaliyyəti baytarlıq məhsullarının istehsalını və xidmətlərini əhatə edir. Rustavi şəhərində Invent'in yeni filialında sizə aşağıdakı məhsullar təqdim olunur. Baytarlıq preparatları və biopreparatlar, heyvanlar və quşlar üçün kombinə edilmiş yemlər və konsentratlar, itlər və pişiklər üçün yüksək keyfiyyətli qida məhsulları, zooloji aksesuarlar, heyvanlara qulluq vasitələri. Invent baytarlıq sahəsində aparıcı şirkətdir. Rustavi filialına gələn müştərilərimiz heyvanlar üçün ən keyfiyyətli qida məhsulları, konsentratlar, preparatlar və aksesuarlar ala bilərlər. Rustavi filialı İstanbul bazarı ərazisində yerləşir.